მოგესალმებით, ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ, რაც რომელიც ეხება უნივერსიტეტში მცირეხნიან შეხვედრას. უნივერსიტეტში მქონდა მცირეხნიანი შეხვედრა სტუდენტებთან. აი ზუსტად იმ დღეს, როდესაც ერთმანეთს აღდგომას ულოცავდნენ, ქრისტე აღდგავდა ჭეშმარიტად თუ ასე უგნებოდნენ და იქ ერთ-ერთი ახალგაზრდა სტუდენტი იყო, რომელიც ასევე აი ასე ულოცავდა ადამიანებს, რომ აი ქრისტე აღდგა და სხვაებიც პასუხობდნენ ჭეშმარიტად აღდგავდა. ეს სტუდენტიც ასევე ესწრებოდა იმ მცირეხნიან შეხვედრას, რაც მქონდა სტუდენტებთან. პირველ რიგში სტუდენტებს დაუსვია ეს შეკითხვა, სჯეროდათ თუ არა მათ იესო ქრისტესი. ყველამ მიპასუხა, რომ სჯეროდათ ქრისტესი. შემდგომ ამისა, ანუ ეს იყო, ასე ვთქვათ, საფუძველი იყო რა, აი იმისა, აი მეორე კითხვისა, რა მეორე კითხვაც უკვე დავუსვი. ჯერ ეს მაინტერესებდა იქ დამსწრეთაგან, რამდენს სჯეროდა იესო ქრისტესი და ყველამ მიპასუხა, რომ გჯერაო. შემდგომ ამისა, კითხვა დავუსვი მათ აი ასეთი, რომ რა სასიხარულო ამბავი მოიტანა იესო ქრისტემ, რომელსაც ეწოდება სახარება და რომლის შესახებაც პავლე მოციქული ამბობს, რომ მე არ მცხვენია ქრისტეს სახარებისაო, რადგან იგი ძალაა ღვთისა ყოველი მორწმუნის მხსნელიო. ესე იგი მე მათ ვკითხე აი ეს, ესე იგი, რადგან მათ მიპასუხებს, რომ აი გჯერა იესო ქრისტესიო, ხო და მთავარი კითხვა დავუსვი. რა სასიხარულო ამბავი მოიტანა იესომ, რომელსაც ეწოდება სახარება, ხო? ეს არის საფუძველი, ეს არის ესე იგი იესო ქრისტეს სწავლების საფუძველი, აი ეს არის სახარება, რომელიც სახარებას ესე იგი სასიხარულო ამბავიც მოიტანა ჩვენთვის, თითოეული ადამიანისთვის, კაცობრიობისთვის. ვერც ერთმა მათგანმა მიპასუხა ამაზე პასუხი მათ არ იცოდნენ. და ზუსტად აი ამაზე დაყრდნობით უკვე გავშალეთ ჩემი სჯელობა და იქ დამსწრეთაგან აი ამ საკითხზე გავესაუბრე, რომ საქართველოში აი ესე ზედაპირულად არის ეს მილოცვები, ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა, ამბობენ ქრისტიანები ვართ, ბავშვობაში მოვინათლეთო და იქ ერთ-ერთმა სტუდენტმაც აი ესე რომ შევეკითხე ალბათ ჩვენც ბავშვობაში მოგნათლეს მეთქი და კიო მან მიპასუხა. ზუსტად ესე იგი აი ეს ზედაპირულად ხდება აი ამ რიტუალიზირება ამ ყველაფრისა და რეალურად მოსახლეობის აი ამ ნაწილმა არ იცის მთავარი რამ, რის გამოც მოვიდა იესო ქრისტე. რა სასიხარულო ამბავი, რა სახარება მოიტანა, რომელ სახარებასაც ვინც ირწმუნებს, მას მიეტევება ცოდვები იესო ქრისტეს სახელით. ამავე დროს ამ ასე ვთქვათ, საუბრის და აი ამ შეხვედრის პროცესში განმარტებაც გავაკეთე იმასთან დაკავშირებით, რომ ეს სახარება წიგნს რო აწერია, ასე ვთქვათ, ხო, 4 თავს, აი მაგალითად ახალი აღთქმის რომელიმე გამოცემას შეიძლება ეწეროს მხოლოდ სახარება. თვითონ ეს წიგნის სახელი კი არ არის, ამ წიგნშია მოცემული ისეთი ამბავი, რაც იესომ მოიტანა, რომელსაც ეწოდება სახარება და შემდგომ აი ამაზე გავესაუბრე, რა არის ეს ქრისტეს სახარება, რომ იესო ქრისტემ მოიტანა სასიხარულო ამბავი ცოდვისგან გამოსყიდვაზე, რომ მან თავისი მსხვერპლშეწირვით და თავისი სიტყვით და თავისი სისხლითა და თავისი აღდგომით ჩვენ მისი მორწმუნეები გამოგვისყიდა ცოდვისგან და მან მოიტანა ეს სასიხარულო ამბავი, რომ მან სიკვდილი დაამარცხა, მესამე დღეს აღდგა მკვდრეთით და ასევე ყველა თავის მორწმუნესაც ესე იგი ეუბნება, რომ ყველას აღადგენს მკვდრეთით. ესე იგი იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა, იესო ქრისტეს აი განდიდებული სხეულით მკვდრეთით აღდგომა არის პირდაპირ წინაპირობა, პირდაპირ საფუძველი ქრისტიანების აღდგომისაც. ეხლა აქ ვიღაცამ ზედაპირულ ადამიანს რო არ ეგონოს, რომ თითქოს მე
იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის ასე ვთქვათ რაღაცა სწავლებას ვავცელებ ამ კუდრეთით აღდგომაზე, აქვე განმარტება მინდა ვთქვა, რომ კუდრეთით აღდგომის სწავლება არ ეკუთვნის რომელიმე რელიგიურ ორგანიზაციას. კუდრეთით აღდგომის სწავლება ეკუთვნის მხოლოდ აგერ ღმერთს იესო ქრისტეს, რომელიც თვითონ აღდგა კუდრეთით და ასევე თავის მორწმუნეებსაც იგივეს შეპირდა. და ამავე დროს იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია საერთოდ უარყოფს სულის არსებობას და სულის უკვდავებას, რომ ადამიანი როცა გარდაიცვლება, მისი სული, ანუ ის სადმე სულითო კი არ მიდისო, არამედ ის როგორც დაიძინოს ასეაო და მე რა თქმა უნდა მას არ ვეთანხმები და ელემენტარული ასეთი ზედაპირული ადამიანი, ვინც ახლა მისმენს და შეიძლება პარალელი გააავლოს ამ იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციასთან, ელემენტარულ საკითხებში მაინც უნდა იყოს გარკვეული, რომ ეს იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია არ აღიარებს სულის უკვდავებას. მე ვაღიარებ, იმიტომ რომ აგერ ღმერთი გვასწავლის, რომ სული არსებობს, გარდაცვალების შემდეგ ადამიანთა სულები, ასევე ქრისტიანთა სულებიც სხვაგან გადაინაცვლებენ. სადაც ჩვენ ჯერ არ ვიცით ის რა მდგომარეობა ვთქვათ, ან ჯოჯოხეთი რა არის, ან სამოთხე რა არის, თუმცა ამაზე ინფორმაცია ბიბლიაში არის, რომ არსებობს სამოთხეც და არსებობს ჯოჯოხეთიც. და ამავე დროს გარდა იმისა, რომ ღმერთი ჩვენ გვასწავლის, რომ სული არსებობს და სამოთხეც მართლა არსებობს და ჯოჯოხეთიც მართლა არსებობს და სადაც აი იქ სულები არიან, ადამიანთა გარდაცვლილ ადამიანთა სულები ნამდვილად არიან, ამავე დროს უფალი გვასწავლის იმას, რომ არსებობს აღდგომაც, ნახეთ, სხეულებრივი აღდგომაც არსებობს. უფალი ჩვენ გვასწავლის ბიბლიიდან ორნაირ აღდგომას. ერთი არის მართალთა აღდგომა, რომელიც იქნება ქრისტეს მოსვლისას, აი აქ 1000 წლიანი მეფობის განმავლობაში ქრისტეში გარდაცვლილები უხრწნელი სხეულებით აღდგებიან მკვდრეთით და ქრისტესთან ერთად 1000 წლით ვიმეფებთ, ხოლო ვინც აქ დარჩენილები, ვინც ვიქნებით აი იმ დროს ქრისტეს მოსვლის დროს თუ არ ვიქნებით ჯერ გარდაცვლილები, აგერ პავლე მოციქული ამბობს სულიწმინდით დაწერილ წერილში წერს, რომ ჩვენ შევიცვლებითო. და ესე იგი ჩვენც გვექნება განდიდებული სულიერი სხეულებით და ჩვენც იესო ქრისტესთან ერთად ვიმეფებთ 1000 წლით. ხოლო ამ 1000 წლის გასრულების შემდეგ იქნება საყოველთაო აღდგომა. ესე იგი აბსოლუტურად ყველა ადამიანი აღდგება მკვდრეთით, ვინც კი ოდესმე დაბადებულა, ესე იგი მოყოლებული პირველიდან ვიდრე ბოლომდე, აბსოლუტურად ყველა ადამიანი აღდგება მკვდრეთით, მაგრამ ამ აღდგომილებიდან ზოგი წავა საუკუნო სატანჯოში და საუკუნო უღმერთოებაში და ზოგი წავა აგერ იმ ღვთისმიერ დაარსებულ ახალ მიწაზე, რომელზეც წინასწარმეტყველება არის ჩაწერილი ბიბლიაში, პეტრეს მეორე წერილშიც, ასევე არის აგერ ბიბლიის სულ ბოლო წიგნში იოანეს გამოცხადებაში, იესო ქრისტეს გამოცხადებაში იოანეს რომ ჩააწერინა, რომ აგერ პეტრე მოციქული წერს, რომ ჩვენ ღვთის აღთქმისამებრო მოველითო ახალ ცასა და ახალ მიწასო. ხოლო ეს ყველაფერიო დღევანდელი რაც არის, ეს დაინგრევაო და გადაიბუგებაო, ცეცხლში დაიწვებაო და ჩვენ მოველით ღვთის აღთქმისამებრ ახალ ცასა და ახალ მიწასო. ამავე დროს ზუსტად იგივე რამ ხილვაში დაანახა უფალმა იესომ ხილვაში დაანახა იოანეს და ჩააწერინა გამოცხადებაში აპოკალიფსში, რომ აგერ იოანე წერს, რომ ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგან უწინდელი ცა და მიწა გადაეგო, ესე იგი აღარ არის და ამ ახალ მიწაზე ეს ზღვა აღარ იქნებაო. ხო და საქმე იმაშია, რომ ესე იგი აი ეს სულის უკვდავებაც და მკვდრეთით აღდგომაც, ეს არის უფლის სწავლება. ორივე სწავლება ეკუთვნის უფალს. ამ ორი სწავლებიდან იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია არ აღიარებს
ესე იგი არ აღიარებს სულის უკვდავებას, კუდრეთით აღდგომას აღიარებს, მაგრამ ესეც ნაწილობრივად აღიარებს, იმიტომ რომ იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია არ აღიარებს ამ პლანეტის მთლიანად განადგურებას და ახალი მიწის შექმნას. არ აღიარებს. ამიტომაც ნუ იქნებით ასეთი რაღაცა ზედაპირულები და ნუ გეგონებათ ესე იგი რომ ვინაიდან მე ლაპარაკობ და ვაკრიტიკებ საპატრიარქოს ორგანიზაციას, მაინც და მაინც რომელიღაცა რელიგიური სექტის თუ ორგანიზაციის წევრი უნდა ვიყო, ასე არ არის. მე ვარ საქართველოს მოქალაქე და ჩემი რწმენა, ესე იგი ჩემი ეს რწმენა, რაც მე მაქვს, მიღებული მაქვს ღვთის ბიბლიიდან და მე მჯერა იესო ქრისტეს სარწმუნოებისა. მაქვს მე ამისი უფლება და ამავე დროს ვინაიდან ვცხოვრობ საქართველოში და ხედავ იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი აი ასე ზედაპირულობაშია. ერთმანეთს ულოცავენ ამ აღდგომას, მთელ ამბებს და ამ დროს ელემენტარული არიციან ელემენტარული. მოვალე ვარ იმისა, რომ ამაზე ვისაუბრო ნორმალურად აი ასე, არა რაღაცა ჩხუბითა და დავიდარებით, არა. ნორმალურად გავესაუბრო ადამიანებს და აი შეხვედრაზეც სტუდენტებთან რომ მქონდა ასეთი შეხვედრა, იქაც იქნებ დაფიქრებულიყვნენ თვითონ ის სტუდენტებიც და მართლაც თუ შენ თავს ქრისტიანად მიიჩნევ, მაშინ რატომ არიცი ეს ელემენტარული, აი რაც ქრისტეს სწავლების საფუძველია. თვითონ იესო ამბობს, რომ იმისათვის მოვედიო წუთისოფელშიო, რომ ცოდვილნი ვიხსნაო. ნახეთ, იესო ქრისტეს მოსვლის მიზანი იყო აი ეს. ჩვენი ხსნა, იმიტომ რომ იესომ ყველა ადამიანი ცოდვილად გამოაცხადა, ყველა ადამიანს ბრალი დასდო ცოდვაში და ამავე დროს ყველა ადამიანს უთხრა და ეუბნება დღესაც რომ ადამიანი თავის თავს ვერ გადაირჩენს, ცოდვისგან ადამიანი თავის თავს ვერ გადაირჩენს. და აუცილებელია იესო ქრისტეს აღიარება, იესო ქრისტეს მიღება უფლად და მხსნელად, აი იესო ქრისტეს მსხვერპლ შეწირვის აღიარება. აი იმის აღიარება, რომ ზუსტად იესო ქრისტემ თავისი სხეულის შესწირა იმისათვის, რომ აი ამ ერთგზის შეწირვით ჩვენ გავგწმინდა ცოდვებისაგან. იესომ აიღო ჩვენი ცოდვები თავის თავზე, ამით ჩვენ გაგვანთავისუფლა, გაგწმინდა თავისი სისხლით, მოკვდა ამისათვის და მესამე დღეს აღდგა მკვდრეთით და ვისაც უკვე დღეს, ვისაც იესო ქრისტეს სჯერა, სწამს, ესე იგი უკვე განწმენდილია იესო ქრისტეს მიერ. აი ეს არის სასიხარულო ამბავი, ესე იგი სახარება, სასიხარულო ამბავი, რომ იესო ქრისტემ გაგვწმინდა ცოდვებისაგან. ეს უნდა გვიხაროდეს, ხო? და ვინც ამას არ დაიჯერებს, ესე იგი იესო ქრისტეს მსხვერპლს, ვინც უარყოფს და იტყვის, რომ არა იესოს მე არ გადაბურჩენივარო და იესოს მსხვერპლიო მე არაფერში მარგიაო, ხო? მას თავისი ცოდვები მასევე დარჩება და იგი არ განიწმინდება. აი ეს არის, ესე იგი, იესომ თქვა ის, რომ მე ამ წუთისოფელში მოვედი იმისათვის, რომ ვიხსნა ცოდვილნიო და მან კაფიოთ გვითხრა, როგორ გააკეთა ეს თავისი მსხვერპლ შეწირვით და თავისი აღდგომით გააკეთა ეს ცოდვებისგან ხსნა, ადამიანის გამოხსნა ცოდვებისაგან. და ზოგადად, ესე იგი, კაცობრიობა, რომელიც ყველა მათგანი, კაცობრიობის ყველა წარმომადგენელი, რომელიც დაიბადა ადამში, ადამის ხატად დაიბადა უკვე, ესე იგი, ცოდვილი დაიბადა მას შემდეგ, რაც ადამმა ღმერთის მითითება, ღმერთის მცნება, ღმერთის სიტყვა დაარღვია და აკრძალული ხილი იგემა. აი იქიდან მოყოლებული უკვე აგერ ადამის შვილზე, შეთზე წერია ის, რომ ადამს შეეძინა თავისი ხატი და თავისი მსგავსი და უწოდა მას სახელად შეთიო. აი თუ კი მანამდე ღმერთმა თქვა, რომ მოდი შევქმნათ
კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსებათო და ადამი თავდაპირველად იყო ღვთის ხატი და ღვთის მსგავსი, უკვე ცოდვის შემოსვლის შემდეგ, როდესაც ადამა ღმერთს არ დაუჯერა და ესე იგი დაუმორჩილებლობაში ჩავარდა, უკვე როდესაც ადამს ეყოლა შვილი სახელად შეთი, უკვე მასზე პირდაპირ არის ჩაწერილი ბიბლიაში დაბადებაში, რომ უკვე ადამიანს შეეძინა თავისი ხატი და თავისი მსგავსი და უწოდა მას სახელად შეთი. ესე იგი, შეთი უკვე აღარ იყო ღვთის ხატება და მსგავსება. უკვე ეს ჩამოშორებული ჰქონდა მას, უკვე შეთი იყო ცოდვილი ადამიანის ხატი და მსგავსი და თვითონაც ცოდვის მატარებელი იყო, ცოდვილი ბუნების მატარებელი იყო და ასევე კაცობრიობის ნებისმიერი წარმომადგენელი ყველა მათგანი. თვით ევაც კი გაჩნდა ადამიანისაგან და ეხლა ეს დანარჩენი კაცობრიობა უკვე ადამიანისა და ევას შერწყმის შედეგად გავჩნდით. ყველა, ესე იგი, კაცობრიობის ყველა წარმომადგენელი, ყველა ადამიანი ადამიანში არის გაჩენილი, შესაბამისად ყველა დაქვემდებარებული არის ცოდვილ ბუნებას და იესო ქრისტემ გააკეთა ის, რომ მასში დაბადების შესაძლებლობა მოუქცა არა მამაკაცის ნდომისაგან, არა ქალის ნდომისაგან, არამედ აგერ ღვთისაგან, ესე იგი, რაც აგერ განმარტებული და ჩაწერილია ბიბლიაში და ეხლა ეს ციტატა რაც მე მოიხმე, ეს ჩაწერილია იოანეს სახარების დასაწყისში, როგორ ხდება ადამიანის ღვთის შვილად გახდომა. ესე იგი, იესო ქრისტემ კაცობრიობის ცოდვები თავის თავზე იტვირთა, აბსოლუტურად ყველა ადამიანის ცოდვა თავის თავზე იტვირთა, დასაკარგავისკენ წაიღო და მესამე დღეს აღდგა მკვდრეთით და ვინც იესო ქრისტეს ირწმუნებს, უკვე მასში იბადება, ქრისტეში იბადება, ქრისტეს სიკვდილისა და მისი მკვდრეთით აღდგომის მეშვეობით და ეს ასე ვთქვათ ღმერთმა იესომ ეს დატოვა რწმენაში, ესე იგი, რომ ვისაც ამისის წამსო ყველა გათავისუფლებული იქნება ცოდვისგანო და ვინც ამას არ ირწმუნებსო, მისი ცოდვა მასზევე დარჩებაო და ღვთის რისხვა დაატყდებაო მასო. დანარჩენი, ესე იგი, როგორც მოციქულთა სულიწმინდით წერილებში აღწერილი, ჩვენ ჯერ კიდევ აი ამ ცოდვად დაცემულ სხეულში ვიმყოფებით, რომელსაც უნდა, ესე იგი, ჩვენ ქრისტიანები ვბოჭავთ და არ ვაძლევთ იმის უფლებას, რომ სხეულმა დაგვიპყროს, არამედ თუ კი ისეთი მოთხოვნილებები აქვს სხეულს, რაც ღმერთისთვის, ასე ვთქვათ, არასათნოა, ჩვენ ამას ვბორკავთ და ვიმორჩილებთ, როგორც ამას ამბობს პავლე მოციქული, რომ ჩემს სხეულს ვთრგუნავო და ვიმორჩილებო, რათა როცა სხვას ვქადაგებო, მე თვითონ არ აღმოჩნდე უღირსიო. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერჯერობით ქრისტეს მოსვლამდე ჩვენ ეს სხეული გვაქვს და მოველით ახალი სხეულით შემოსვას. ეს არის და საქმე იმაშია, რომ სტუდენტებმაც, ახალგაზრდებმაც და ძველგაზრდებმაც, მოხუცებმაც კი და ნებისმიერი ასაკის ადამიანმა, ვისაც აქვს შესაძლებლობა გაგებისა, ეს თემა კარგად უნდა ისწავლოს და ეს ზედაპირულობა, რაც საქართველოში არის, ეს საპატრიარქოს ორგანიზაციასთან მიბმულობა და ზედაპირულობა, ეს უნდა მოიშოროთ. და თქვენ თვითონ ღმერთის პირველ წყაროსთან უნდა მიხვიდეთ და აი იქ გაიგებთ, ესე იგი, ღმერთის პირველი წყაროდან, რომელიც არის საინფორმაციო წყარო ბიბლიის სახით, აი აქედან ღმერთი პირადად ჩვენ ყველას გვასწავლის და აი იქიდან უნდა ისწავლოთ თქვენც, ვინც ამ ეტაპზე საპატრიარქოს ორგანიზაციაში ხართ, ასე ვთქვათ, შეხიზნულები და ეს მღვდლები გასწავლიან, რომ ეს არისო ქრისტეს ეკლესიაო, რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიანო. ესეც არასწორი ინტერპრეტაციაა ეს ორგანიზაცია რო აკეთებს.
როდესაც უფალმა იესომ პეტრეს უთხრა, რომ პეტრეს აღიარების შემდეგ, როცა პეტრემ აღიარა იესო და თქვა, რომ შენ ხარ ქრისტე, ძეცოცხალი ღვთისაო, ესე იგი პეტრემ რწმენა გამოამჟღავნა იესოსადმი, სწორედ აი ამ მორწმუნე პეტრეს უთხრა მას, რომ ესე იგი შენ ხარ კლდე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ესე იგი თავად თუნდაც ეს მორწმუნე პეტრემ მრავალ ადამიანს უქადაგა ღვთის სიტყვა, რომლებაც ეს დაიჯერეს და ეკლესია ნიშნავს თვითონ ცოცხალ ქრისტიანთა ერთობლიობას და ამ ცოცხალ ქრისტიანებს უკვე ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ მოერევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანები ჯოჯოხეთში არ წავლენ. აი ამაშია საქმე, რომ ქრისტიანები ჯოჯოხეთში არ წავლენ, ჯოჯოხეთი ვერ მოერევა მათ და არა ის, რომ საპატრიარქოს ორგანიზაცია ამბობს ხოლმე, აი საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ვართ და ჯოჯოხეთი ვერ მოგვერევა. აქ ვართ რა, აი აქ. ასე არ არის. ჯერ კიდევ იოანე მოციქულმა იოანეს სახარების მე-20 თავის ბოლო მუხლებში ჩაწერა რა არის თვითონ ამ წიგნის დაწერის მიზანი. თქვა მან ასეთი რა, ჩვენ მკითხველებს მოგმართა, რომ იესომ ბევრი სხვა სასწაულიც ქნა მოწაფეების წინაშეო, რომლებიც არ ჩაწერილა ამ წიგნშიო, ხოლო ეს ყველაფერიო დაიწერა იმისათვის, რომ ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღვთისა და მორწმუნეებს ჰქონდეთ სიცოცხლე მისი სახელითო. ესე იგი, პირადად ჩვენ მკითხველებს მოგმართავს, რომ სწორედ ამ წერილის დაწერის მიზანი არის ის, რომ ვინც წაიკითხავს და ირწმუნებს, ექნება სიცოცხლე იესო ქრისტეს სახელით. ესე იგი, უფალმა იესომ თავისი სახარება, თავისი სწავლება მოიტანა პლანეტაზე, აი ამ ესე იგი ადამიანებთან, თავდაპირველად აგერ თავის მოწაფეებს და მოციქულებს უქადაგა ეს სახარება და უთხრა თავის მოციქულებს, რომ წასულიყვნენ და სხვა დანარჩენი ადამიანებისთვისაც გაეგებინებინათ ეს და უთხრა მათ, რომ ვინც ირწმუნებსო თქვენს აქადაგარსო აი ამ სახარებასო, ყველა გადარჩებაო და აღარ მოეკითხება ცოდვებიო სამსჯავროზე აღარ მივლენო და ვინცო არ ირწმუნებსო სახარებასო, ყველა გასამართლდებაო თავისი ცოდვების გამო, ესე იგი, ხო? ქრისტეს მოციქულებმა ეს ბრძანება შესანიშნავად შეასრულეს, აგერ სულიწმინდით აღწრული უკვე მოციქულები, თავად სულიწმინდა ამოქმედებდა მოციქულებს, ქრისტეს სული ამოქმედებდა მოციქულებს და ეს მოციქულები სხვადასხვა ქალაქებში, სოფლებში, სხვადასხვა ადგილებში ქადაგებდნენ იესო ქრისტეს სახარებას და ვინც ეს სახარება მიიღო, გაქრისტიანდნენ და არსდებოდა სხვადასხვა მხარეში ქრისტიანული გაერთიანებები, ჯგუფები, პატარა ჯგუფები, დიდი ჯგუფები, ინდივიდუალური ქრისტიანებიც არსებობდნენ ამავე დროს. და ბოლოს მოხდა ისე, რომ უკვე ღმერთმა ქრისტეს მოციქულებს, ესე იგი ღმერთმა თავის მოციქულებს უკვე წერილობით ჩააწერინა ქრისტეს მოძღვრება და წერილშივე მიათითებინა, რომ ეს წერილი დაიწერა იმისათვის, რომ ამ წერილიდან ვინც ამ წერილში ჩაწერილ ინფორმაციას იესო ქრისტეს შესახებ რომ არის, ვინც ამას ირწმუნებს, დაიჯერებს, ყველას ექნება სიცოცხლე. ამავე დროს იოანე მოციქულმა თავის წერილში, სულ ესე იგი ბიბლიაში იოანეს ხელით დაწერილი არის სულ 5 წიგნი, ესენი არის სახარება იოანესგან. ერთი არის აპოკალიფსი, რომელიც ღმერთმა იოანეს დააწერინა და ასევე არის იოანეს 3 წერილი. აი ზუსტად იოანეს წერილში თვითონ იოანე გვწერს ჩვენ მკითხველებს, რომ ამასო იმიტომ გწერთო, რომ თქვენც გქონდეთო ჩვენთან მოზიარეობაო, ხოლო ჩვენი მოზიარეობა არის მამასთან და მის ძესთან იესო ქრისტესთან. დაგვიდით ამას, ესე იგი ჩვენ დღევანდელ 21 საუკუნეში ცხოვრებ ადამიანებს
თანაზიარობა რომ გქონდეს ქრისტეს მოციქულებთან, ესე იგი ქრისტეს ეკლესიასთან, ნამდვილ ეკლესიასთან და თავად ქრისტესთან, ამისათვის ქრისტეს მოციქულებს ღმერთმა ჩააწერინა ეს წერილები და ამ წერილებს ვინც სწავლობთ და გჯერათ, ჩვენ უკვე ავტომატურად თანაზიარნი ვართ ქრისტეს მოციქულებისა და აგერ მამისა და მამისაც, ძისაც და სული წმინდისაც. იესო ქრისტეს თანაზიარები ვხდებით, იესო ქრისტეს და მისი მოციქულების თანაზიარნი ვხდებით, ბიბლიაში ჩაწერილი ინფორმაციის დაჯერებით, რწმენით. ბიბლიაში ღვთის, ბიბლიაში ჩაწერილი ინფორმაცია ზუსტად აი ამისთვის არის, რომ ვინც ამას დავიჯერებთ, ან გჯერა, ჩვენ უკვე თანაზიარნი ვართ ქრისტეს მოციქულებისა და თავად იესო ქრისტესი. აი ეს არის და ეს, რომ დასვამენ ხოლმე, როდესაც ადამიანები დასვავენ შეკითხვას, ამდენი რელიგიური ორგანიზაცია, ამდენი რელიგიური მიმდინარეობა, აი რომელია სწორი, სად უნდა მივიდეთ, არ სად უნდა მიხვიდეთ ესე. იქ, არა, უნდა აიღოთ ბიბლია, უნდა ისწავლოთ და აი ეს არის სწორი, რასაც ღმერთი თვითონ გვასწავლის თავისი ბიბლიის მეშვეობით, თავის წინასწარმეტყველთა და თავის მოციქულთა მეშვეობით. რაც შეეხება იმ ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც ამ მცირეხნიან შეხვედრას ესწრებოდა, რომელიც ასე აქტიურად ულოცავდა ქრისტე აღდგავ ადამიანებს და არც იცოდა ეს აღდგომა რა არის და ამაზე ნაფიქრიც როგორც ჩანს არ ქონდა მას. მან თქვა რომ სტიქაროსანი ვარო, რომელიღაცა ტაძარშიო. სტიქაროსანი ვარო და ამ დროს არ იცოდა რა არის აი ეს სახარება, სასიხარულო ამბავი იესო ქრისტესი. ჩემი ამ ვიდეოს ჩაწერის მიზანი არის ის, რომ ამ ვიდეოსი და ასევე სხვა ვიდეოებისა და ასევე Facebook პოსტების მიზანიც არის ის, რომ მაქსიმალურად აი ეს არასწორი მიდგომა შეიცვალოს, აი ესეთი ზედაპირული მიდგომა შეიცვალოს და მაქსიმალურად გამრავლდეს ქვეყანაში იმ მორწმუნეების რიცხვი, რომლებსაც რწმენა ექნებათ მხოლოდ საღვთო წერილზე დაყრდნობით და გააზრებულად ეცოდინებათ, რატო არიან ისინი ქრისტიანები. სხვა დანარჩენი, ვისაც არ უნდა რომ ჩაუღრმავდეს ამ თემას და გახდეს ნამდვილი ქრისტიანი, შეგნებული ქრისტიანი და აი ამით იგი გადარჩეს, თუ მას ეს არ უნდა, ეს მისი პასუხის მგებლობა თვითონ აგებს ამაზე პასუხს და ზოგადად ჯანსაღი აი სახელმწიფოს ჯანსაღი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვისაც აუცილებელი არის ის, რომ მოქალაქეები არ იყვნენ ზედაპირულები სხვადასხვა საკითხებში და არ იყვნენ მატყუარები. ეხლა ამ შემთხვევაში ეს სტუდენტების და არა მხოლოდ ესენიც, არამედ ზოგადად ასეთი ადამიანებიც თავის თავს ხომ მატყუარად გამოავლენენ. როდესაც ისინი ამბობენ, რომ აი ჩვენ ქრისტესი გვჯერავ, მაგრამ არ იციან იესო ქრისტეს სწავლება არ იციან. და თუ კი ადამიანი ასეთ რამეში იტყუება, მით უმეტეს სხვა ყოფით სოციალურ საკითხებშიც არ გაუჭირდება ვთქვათ მოტყუება სხვადასხვა საკითხებში. ახლა ამას ყველა ადამიანზე ვერ გავავრცელებ, მაგრამ ზოგადად ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი არის, რომ ადამიანებმა უარი უთხრან ზედაპირულობას. არამედ სწავლა განათლება უნდა იყოს კომპლექსური, საფუძვლიანი და თვითონ ადამიანმა უნდა იცოდეს რაღაცაზე რომ ამბობს რომ მე ესავალ, უნდა იცოდეს ის რა არის. ადამიანი რო იტყვის მე ექიმი ვარ, უნდა იცოდეს ეს ექიმობა რა არის. კონკრეტულად სამედიცინო სფეროს რომელ სეგმენტშია იგი ექიმი, თავისი სპეციალობა უნდა ესმოდეს ძალიან კარგად, ისე რომ ესე იგი გულალობის პროცესში არ დაუშვას შეცდომები
და ასევე სხვა ნებისმიერ სფეროში. იგივე მეურნეობაც უნდა იცოდნენ, ესე იგი, რასაც წარმოებენ, როგორ უნდა მოიყვანონ ესა თუ ის პროდუქცია. პომიდორი იქნება ეს, მარწყვი იქნება, ჟოლო იქნება, მაყვალი იქნება, კარტოფილი იქნება თუ სხვა. ასე რომ და ამავე დროს საპოლიციო აი ამ ესე იგი საგამოძიებო და სასამართლო ორგანოები, რომლებიც არსებობენ საქართველოში, ისინიც მაქსიმალურად აი ისინიც უნდა იყოს დაკომპლექსებული კეთილსინდისიერი ისეთი თავად კანონმორჩილი ადამიანებისგან, რომლებიც მიუკერძოებლად შეასრულებენ თავის მოვალეობას. ასე რომ აი ეს ცუდი და ძალიან ასე ვთქვათ მანკიერი მიდგომა ზედაპირულობისა მოსახლეობისთვის იქნება უკეთესი რომ გადააგდონ და საფუძვლიან სწავლა-განათლებას მიჰყონ ხელი. ღვთის წერილის შესწავლაში და არ ქონდეთ ზედაპირულობა და არ იძახდნენ რომ აი ქრისტიანები ვართ, ესე იგი ქრისტესი გვჯერაო და ამ დროს არც იციან იესო ქრისტემ რა სახარება მოიტანა. ამიტომაც ასეთ საკითხებზე საუბრები სტუდენტებისთვისაც და არა სტუდენტებისთვისაც, ძველგაზრდებისთვისაც და ახალგაზრდებისთვისაც აუცილებელია. აგერ ბიბლიაში იოანესთან მოხსენებული არის ერთი მოხუცი კაცი სახელად ნიკოდემოსი, რომელიც იყო ერთ-ერთი ასე ვთქვათ რელიგიური ლიდერი იყო, მაგრამ მან თავი დაიმდაბლა და იესო ქრისტესთან მივიდა და მისგან ისწავლა და მისგან გაიგო ის, რომ ნიკოდემოსის ეს რელიგიურობა ვერ მიიყვანდა ღმერთთან და აუცილებელი იყო მთლიანად შეცვლა და ზეციდან დაბადება. იესო ქრისტეს სწავლების დაჯერებით და სწავლების რწმენით ხდება ზეციდან დაბადება ქრისტეს სულის მეშვეობით. აი ეს როგორ ხდება, ესე იგი, რანაირად ხდება ეს სულიწმინდით მონათვლა, ესეც ბიბლიაში არის ამისი მაგალითები ჩაწერილი. ერთ-ერთი ასეთი მაგალითი არის აგერ ერთი ასეთი ძალიან თვალსაჩინო მაგალითი არის მოცემული ბიბლიის ახალი აღთქმის ნაწილში მოციქულთა საქმეების მე-10 თავში. იტალიელების გაქრისტიანების ამბავი არის იქ ჩაწერილი. წაიკითხეთ. მოციქულთა საქმეების მე-10 თავი. ასე რომ დაგეშლობებით აი ამ ასე ვთქვათ ოპტიმისტურ ნოტაზე, რომ ჩემი სურვილი არის ის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მოჰკიდოს ბიბლიას ხელი და ეს მასობრივად გავრცელებული ზედაპირულობა შეიცვალოს სიღრმისეულობით და საკითხის ცოდნით.